ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის შეწყვეტილი სტრატეგიული პარტნიორობის ფონზე ქართული ოცნება შტატებთან ურთიერთობის განახლებას ელოდება. როგორც ქართული ოცნების საგარეო უწყება ამბობს, ამის შესახებ ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ბრენდან ჰანრაჰანს ესაუბრა. უწყების ცნობით შეხვედრა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ვაშინგტონში 3 თებერვალს შედგა. მას ასევე ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ტალიაშვილი და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე სონატა კოლტერი. ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ მცირე განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრის დროს ქართულმა მხარემ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის მზაობას და სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მსგავსი მოლოდინის შესახებ განცხადება დღეს უკვე ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემაც გააკეთა. მისი თქმით, მათ ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით სურთ. ჩვენ მხრიდან საუბარი იყო იგივეზე, რასაც საჯაროდ საუბრობთ, ჩვენ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით. ეს არის ჩვენი ღიად გაცდილი ხელი, ხო? ამას ველოდებით ჩვენ მოთმინებით საპასუხო რეაქციას და იმედი მაქვს, რომ ეს საპასუხო რეაქცია იქნება ამერიკული მხრიდან. ეს არის ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინი და ჩვენ ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა 2024 წლის ნოემბერში შეაჩერა. ამერიკის ამ გადაწყვეტილებამდე 2 დღით ადრე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს 2028 წლამდე აჩერებდა.